მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელი საქმის არსებითი განხილვა დღეს განახლდა. პროცესი კვლავ დიპლომატიური კორპუსის ყურადღების ცენტრშია. ბათუმის სასამართლოში დღეს გერმანიის, შვედეთისა და ესტონეთის ელჩები მივიდნენ. მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესს დღეს ასევე ავსტრიელი ევროპარლამენტარი ლენა შილინგი ესწრებოდა. პროცესი დაცვის მხარის შუამდგომლობით დაიწყო. ადვოკატებმა მოითხოვეს მტკიცებულებათა დაშვება, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს უკავშირდება. რაც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა, თუმცა მოსამართლემ არ მიიჩნია საჭიროდ იმ ვიდეო მტკიცებულებების გადახედვა, რომელიც დართულია მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში. დღესვე დაიკითხა სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი. სწორედ მან ჩაუტარა ექსპერტიზა შემთხვევის შემდეგ, როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე მზია ამაღლობელს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დგებუაძეს არ აღენიშნებოდა დაზიანება. მზია ამაღლობელს კი მარცხენა მხარზე ჰქონდა სისხლჩაქცევები. რაც შეეხება ტკივილსილის გაწვნის შემდეგ, ექსპერტი ამბობს, რომ ტკივილის სუბიექტური შეგრძნებაა და არ არის სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის საგანი. როდესაც უშუალოდ ჩემს წინაშე ხდება გამოსცემის შესამოწმებელი პირის წარმოდგენა, ხდება მოკლე ანალიზის შეკრება, ასე ვთქვათ, ვეკითხებით უშუალოდ საქმის გარემოებას. შესამოწმების გადმოცემით 2025 წლის 12 იანვარს ღამის საათებში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ერთმა გაბატონმა სახის არეში დაარტყა გაშლილი ხელი. ეს უშუალოდ რაც შესამოწმებელმა პირმა მე გადმომცა პირადად. ეს არის დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის. შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი. ჩემი შეფასების საგანი არის დაზიანების ობიექტური ნიშნების შეფასება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან აღნიშნულ პიროვნებას არ ჰქონდა დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი, შესაბამისად, გაიცა შესაბამისი დასკვნა. ის არეში, მაგრამ აჩვენოთ რა ადგილას ჰქონდა მზიას დაზიანება ხარს უგახსოვთ. ბატონო, მარცხენა მხრის წინა გარეთად დაპირდა შუა და ქვედა მესამედებში. აი ხელზე რომ აჩვენოთ? კი. ხრის ვიდამო. მარცხენა მხრის შუა და ქვედა მესამედები, ანუ შუა და ქვედა მესამედები დაახლოებით წინა გარეთად. ანუ წინ ნიშნავს, რომ ეს ზედაპირი და ოდნავ გარეთ ზედაპირი. რიგით მე-16 საგაზაფხულო გამოფენას უმასპინძლა ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრმა, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა გურიის რეგიონის მხატვრების ნამუშევრები ეხილა. ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრში მორიგი საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა. გურიის მხატვართა კავშირის მიერ ორგანიზებული ტრადიციული გამოფენა წელსაც ფერადოვნებით, ჟანრთა მრავალფეროვნებით და ახალი ავტორებით გამოირჩეოდა. ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან და ლანჩხუთიდან მხატვრებმა წელს ჯამში 80-ზე მეტი ნამუშევარი შესთავაზეს დამთვალიერებელს. გამოფენის ხილვის საშუალება საზოგადოებას ოზურგეთის სახვითი ხელოვნების ცენტრში მომდევნო დღეებშიც ექნება. დღეს ძალიან საინტერესო გამოფენას ნახავი. ეს გამოფენა არის რიგით მე-14 გამოფენა, საგაზაფხულო გამოფენა და 86 ნამუშევარი არის წარმოდგენილი ამ გამოფენაში. სხვადასხვა ჟანრობრივად, ისე იგი სხვადასხვა განსხვავებული მრავალფეროვანი არის ჟანრობრივად. დებიუტი ანტიმხატვრებიც ჰყავს ლანჩხუთიდან არის ელენე დობორჯგინიძე და დავით თავდიშვილი, რომელმაც მიიღო პირველად ჩვენთან ერთად მონაწილეობა. ასე იზრდება საერთოდ ჩვენი მხატვართა კავშირის რიგები ახალგაზრდა მხატვრებისაგან. ეს არის მისალოცი, ნულოცავ ყველა მხატვარს დღეს და დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა მრავალფეროვნება როა ეს პირველის ყოვლისა და მე თვითონ ყველა წელს, ყველა თვე, ყველა სეზონში ვცვლი რაღაცებს. ეხლა ამ პერიოდში მაქვს წარმოდგენილი ქართული თემატიკა, აი სადაც ხაზია გასმული პოეზიაზე, ლიტერატურაზე, ზოგადად ქართულ კულტურაზე, ქართულ ზნეობაზე, ქართველების ადათ-წესებზე, ასე თქვა და მინდა რომ აი ზოგადად რომ უცხოელმა, ახლა ჩვენ ქართველებმა ისედაც კარგად ვიცით რომ ვინ ვართ ქართველები რაღაცა, უცხოელმა რომ ჩამოვიდეს ნახავთ რა გვაქვს ჩვენ გასაკუთრებული, რომ ხაზი გაუსვას ქართულ სახეებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ინტელექტ თამაშების რასად როდის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გამარჯვებული მეორე საჯარო სკოლა გახდა. კულტურის ცენტრმა ინტელექტუალური თამაშების გამართვის ტრადიცია წელსაც არ დაარღვია და მასში ათობით სკოლა და ასობით მოსწავლე იყო ჩართული. საბოლოო ჯამში კი ფინალი 5 ცხემლისხიდის, ქვემო ნატანების, ჯუმათის ნომერ 2 და ნომერ 1 საჯარო სკოლებს შორის შედგა. ორრაუნდიანი და 7-7 კითხვიანი თამაში დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომელიც თითქმის ყველა სფეროსა და საკითხს მოიცავდა. საბოლოო ჯამში კი წელს მოაზროვნე სკოლის სტატუსი და რასად როდის გამარჯვებული ნომერ 2 საჯარო სკოლა გახდა. ფინალში მონაწილე 5-ვე გუნდს დიპლომები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. რასად როდის თამაშები კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა. გუნდის კაპიტანი გიორგი ბარამიძე. ძალიან ბედნიერი ვარ, დიდი ხანი ველოდით ამ მომენტს. ჩემი გუნდი კარგად მომიზადა ამ პროექტისთვის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ოზურგეთის კულტურის ცენტრს და სხვა ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი პროექტისთვის. ვფიქრობ, რომ საგანმანათლებლო პროექტები არის ისეთი რამ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მომავალში აუცილებელია და ეს ჩვენს ქვეყანას აწევს წინ. ჩემი აზრით ძალიან ძლიერი კონკურენტები შეგვქვა, თუმცა შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად მოგვენდომებინა და სასურველი შედეგი მიგვეღო. რასად როდის პროექტი ზოგადად ძალიან მოგწონს, იმიტომ ტრადიციულად მეორე საჯარო სკოლა ყველა ეტაპზე მოვალთვის ღებულობდით მონაწილეობას, გვაქვს ძალიან ბევრი წარმატება, ერთ-ერთის მომსწრე დღესაც ვართ, ვარ ამაყი რომ ამ ბავშვების გვერდით ვდგავარ დღეს, როგორც გამარჯვებული გუნდის სკოლის ხელმძღვანელი, მაგრამ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, ადგილობრივ თვითმმართველობას, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ოზურგეთის კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს პროექტი რასად როდის ინტელექტუალური თამაშები, ეს უკვე რამოდენიმე წელიწადია ხორციელდება. დღეს ფინალური ტურია, მე გამარჯვებას ვუსურვებ თითოეულმა მონაწილეს, ფინალში გასულ ჩვენ სკოლის მოსწავლეებს. ბავშვები აქტიურად ერთვებიან ასეთ თამაშებში და სასალმებელია ის, რომ ისეთ უნარებს იძენენ ეს ბავშვები, მოაზროვნეები არიან, ჩვენი ოზურგეთელი მოაზროვნეები არიან და კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ და აქვე მინდა მხარდაჭერა გამოუცხადო კულტურის ცენტრს ყველა იმ საგანმანათლებლო პროექტის განხორციელებაში, რომელიც მიმართული იქნება ჩვენი მოსწავლეების საკეთილდღეოდ. 25 სკოლა იყო ჩართული ჩვენს ინტელექტუალურ თამაშებში. დღეს ფინალში თამაშობს 5 გუნდი და ყველაზე მეტად გვახარებს, რომ ჩვენს ქალაქს ყავს უნიჭიერესი, უმაგრესი ინტელექტუალური ბავშვები და ყველა გუნდს, ყველა ბავშვს უსურვებს წარმატებას და გამარჯვებას. დღევანდელი პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და რესურს ცენტრის მხარდაჭერით იმართება და მინდა რომ ასეთი დათქმა უნდა კულტურის ცენტრის ორგანიზები და მერიის და რესურს ცენტრის განათლების მხარდაჭერით იმართება და მინდა რომ ყველა ბავშვს წარმატებები უსურვა. პირველი ევროპული სალონი გურიაში, წარსულის გაცოცხლება. ასე ერქვა ღონისძიებას, რომელიც პირველმა საჯარო სკოლამ მუზეუმში წარმოადგინა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანების პროექტის ფარგლებში ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მამია გურიელის სასახლის კარზე გამართული სალონური შეკრება გააცოცხლეს. გურიელები ნაკაშიძეები, თავდგირიძეები, ერისთავები, წერეთლები ეკატერინე გურიელის მოწვევით გურიელების სასახლეში შეიკრიბნენ და საინტერესო საღამოც დაიწყო, რომელიც სავსე იყო შინაარსით, აკადემიურობით, გემოვნებით. ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იმ დროის თავადაზნაურთა როლები კარგად მოერგეს და ეპოქის აქტუალური საკითხების სწორი აქცენტებით წარმოაჩინეს. მხატვრულ ისტორიულ ღონისძიებაში მე-9 და მე-7 კლასის მოსწავლეებს სცენარით ეკა ხლონტი, ისტორიული წყაროების მოძიებით ხათუნა რუსიეშვილი, მუსიკალური გაფორმებით ვარდო ჯინჯარაძე, ქორეოგრაფიის დადგმით კი ემზარ სანიკიძე დაეხმარა. ღონისძიება კი ისტორიულ მუზეუმში შედგა.
ძალიან საინტერესო პროექტია, ასე ვფიქრობ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო მუზეუმს ასეთ პროექტში მოწვევისთვის და ბავშვები ძალიან კიმნერულობთ, მაგრამ იმედია ყველაფერი გამოგვივა. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესოა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და დიდი გამოწვევა, რადგან დღეს აქ ცეკვა ვარ და მე მომეც ამის საშუალება დღეს აქ ცეკვის. მე ძალიან გახარებული ვარ. სიმართლე ვთქვა, ძალიან ნერვიულობ, მაგრამ ამას ერთად ძალიან მიხარია და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ცოტა დროის განმავლობაში, ანუ ცოტა დრო გქონდა, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა და დიდი ალბათობით კაი იქნება, იმიტომ რომ ყველას მოეწონა ვინც ნახარ. მე ვარ კნეინა ეკატერინე, ამ სალონური შეკრება მოვაწყო და დავპატიჟე დარჩენი ადამიანების. ჩვენი ადგილობრივი ცენტრალური მუზეუმის ცნობილია და ძალიან გვანებრივია ბევრი საინტერესო პროექტები. მაგალითად ერთ-ერთი არის პირველი ევროპული სალონი გურიაში, რომელიც შემოგთავაზა ადგილობრივ სკოლებს და მოსწავლეებს მონაწილეობა მიგვეღო. ეს პროექტი საშუალებას გვაძლევდა გაგვეცნო მე-19-18 საუკუნეების გურული თავადების, გურიელების ცხოვრების შესახებ, მათი შემოქმედება, მამია გურიელის შემოქმედების შესახებ. პირველმა სკოლამ, ჩვენმა ოზურგეთის პირველმა სკოლამ როგორც ყოველთვის ავიტაცეს ეს საინტერესო იდეა. მე როგორც ისტორიის მასწავლებელი მოხარული ვარ, რომ ჩვენი მოსწავლეები ოზურგეთის ნომერ 1 საჯარო სკოლის მე-7-ა და მე-9 კლასის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას ასეთ საინტერესო პროექტში. დღეს ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში გაცოცხლა ისევ ჩვენი პროექტის პირველი ევროპული სალონი გურიაში, რაც წარმოადგენილი არის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგენეს ღონისძიება, რომელიც ემსახურებოდა ზუსტად მე-19 საუკუნის გაცოცხლებას. ჩვენი მიზანიც რომ ზუსტად ეს წარმოსახვა გადმოეტანათ ჩვენს მუზეუმში, ეს ნამდვილად მოახერხეს დღეს ამ ბავშვებმა. ძალიან დიდი მადლობა მათ. ვაგრძელებთ ეთერს და ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ თათია ნიკოლაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მოგესალმებით თათია, მადლობა რომ დღეს ჩვენთან ერთად ხარ. როგორც ვიცი, დღეს ესწრებოდი მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესს მორიგს. რომ შევაფასოთ ერთი-ორი სიტყვით, არა ნიუანსურად, არამედ ზოგადად რამდენად მნიშვნელოვანი სახელი და გვარია ეს, არა მარტო ქართული მედიისთვის, არამედ მთელს კონტექსტში, მთელი ამ პროტესტის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარეობს უკვე უამრავი თვეა საქართველოში. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში შესაძლებლობისთვის. მზია ამაღლობელის უკანონო დატყვევებით ივანიშვილმა და ამ რუსულმა რეჟიმმა უთხრა ყველა ქალს და ყველა იმ ადამიანს და ყველა მედია საშუალებას, ვინც აპროტესტებს ამ რეჟიმს, რომ ყველას ესე მოექცევიან, რომ ყველას ესე უკიდურეს ზომებით დასჯიან და ამ დროს რისი გულისთვის ისჯება, ხო? მზია ამაღლობელი რეალურად, ანუ თურმე დგებუაძის ლოყა და მისი გაწითლებული ლოყა არის მნიშვნელოვანი და ის დასახიჩრებული და სიკვდილის პირას რომ მიიყვანეს ახალგაზრდები, ის ადამიანები არაფრად არ უღირს, არ არსებობს მათთვის სამართალი თურმე. ჯერ ერთი საერთოდ არც რა ვიცი, ჩემზე ბევრად გამოცდილი ადამიანები ამბობენ, რომ მსგავსი არაფერი უნახავთ, არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად, არც ვაჟკაცურად, რომ ესე ეწუწუნოს, ესე ეტიროს ადამიანს, კაცს, რომ აი ქალმა სილა გამაწნა იმ მსგავსი არაფერი ანუ და მაშინ როდესაც აქციებზე ამ დროს სიკვდილამდე სცემენ ადამიანებს და იქ ვისმენთ მოდიან ცრუმოწმე პოლიციელები და არა მე დავაკავე, არა მე ვნახე დგებუაძის გაწითლებული ლოყა, ანუ ეს არის უბრალოდ რუსული ცირკი, მეტი არაფერი რაც იქ ხდება. ასევე მინდა ძალიან რომ გკითხოთ, ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს გუშინ. მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის სხდომა. ზოგად პატა მანჯგალაძე მაგალითად გააკეთა განცხადება, რომ მაინდა-მაინც არ ეთანხმება იმას, რომ გირავ არ გადაიხადონ აი ამ ადამიანებმა და ყველა ციხეში წავიდეს, იმიტომ რომ ამ პროცესებს სჭირდება ადამიანები, რომლებიც სათავეში იქნებიან, რაღაცების ორგანიზებას მოახდენენ და ასე შემდეგ. რას ფიქრობ პირადად შენს ზოგადად მთელს ამ პროცესზე და პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებზე, მათ მიდგომებზე, აი ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობის და მე მათი გადაწყვეტილებების მიმართ აი ამ კონტექსტში გულისხმობ პირველი პრეცედენტი იყო, როცა უკვე დაკავებული იქნა პოლიტიკოსი.
პირველ რიგში რა თქმა უნდა სოლიდარობა ირაკლი ოქროაშვილის, რა დიდი გაბედობა სჭირდება ყველა ასეთ საქციელს, რომ ასეთ რაღაცაზე წახვიდე, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ანუ ეხა ისეთ პროცესში ვართ, რომ პოლიტიკა ივანიშვილმა მოკლა საერთოდ არ არსებობს პოლიტიკა, იმიტომ რომ რავი გააუქმა პარლამენტი, გააუქმა პროცესი პოლიტიკური, იმიტომ რომ ყველას იჭერენ, რა ვიცი, ან ქვეყნიდან აძევებენ ადამიანების იზოლებულს ხდიან რომ გაიქცნენ, ან რა ვიცი, სიკვდილამდე სცემენ, შესაბამისად უკვე გადავდივართ რაღაცნაირად ინდივიდუალურად ყველას თავისი გადაწყვეტილება აქვს. რაღაცა ანუ რა თქმა უნდა ყველა სოლიდარობას უცხადებ, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს. ნუ ჩემ მაგალითად პირადი აზრი არის, რომ როდესაც რაღაცნაირად მე მაგალითად ჩემს პირადად ას ვიძახი და არა მაგალითად პარტიულს, რომ ვფიქრობ, რომ ბრძოლას ვჭირდებით გარეთ ჩვენ ეს ადამიანები, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია, რომ აქ ჩვენ ადამიანებთან ერთად ჩვენი რესურსი რაც გვაქვს, რაღაცნაირად გამოვიყენოთ. თუმცა რა თქმა უნდა დასაბასებელია და რა თქმა უნდა ეს დიდ ჭრილში საერთაშორისო საზოგადოებას მათ შორის აჩვენებს, რომ რა ხდება, რომ ანუ ბელორუს და რუსეთს გადაუსწარი და ჩვეულებრივად რა კადიროვის ქვეყანაში ცხოვრობთ, ისე ექცევიან ადამიანებს. კი ბატონო. ასევე ძალიან საინტერესოა უკვე მიიღეს კანონი პარტიების აკრძალვის შესახებ, თუმცა როგორც ითქვა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე არ ამოქმედდება ამ ტიპის რეგულაციები პარტიების მიმართ. არის მოსაზრება, რომ ქართული ოცნება იმიტომ არ აპირებს მაგალითად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას, რომ სჭირდება რაღაცნაირი მტრის ხატი ამ არჩევნებში, იმისთვის რომ ადამიანებმა მხარი დაუჭირონ. ზოგადად რა ფიქრობ ამ მოსაზრებაზე და რას ფიქრობ პარტიების აკრძალვის რაღაც ამ საინტერესო იდეაზე, ინიციატივაზე? 13 წელია პირდებიან თავის ამომრჩევლებს, ეს არის ცირკი გამართული თავიანთი პირდაპირ თავიანთი ამომრჩევლობისთვის, ანუ რაც იქ ხდება კომისია რო აქვს რაღაცა შექმნილი, წულკიანის ჯალად საჯალათო კომისია რო არის, ეგ არის ჩვეულებრივი ცირკი თავისი ამომრჩევლობისთვის, რომ ამდენი ხანია რო აჭმევენ ამას, რომ ჩვენ აცებს ასე უზავთ, ისე უზავთ, ანუ ეგ გრძელდება, მაგრამ ეხა უკვე ეს როდესაც საკანონმდებლო დონეზე პარტიებს გრძალავენ, ჩემი აზრით ეს იყო პასუხი, ივანიშვილის პასუხი მათ საერთაშორისო არ აღიარებაზე და იმ მეგობარი აქტზე, რომელიც შტატებმა მიიღო, ეხა უმძიმესი რამ წერია მასთვის იქ და არც ერთი ცივილიზებული სამყაროს არც ერთი წევრი რო არ აღიარებს, ეს იყო ჩემი აზრით პასუხი ივანიშვილის, რომ ის მზად არის თავისი პირადი ინტერესების გამო გაყიდოს საქართველოს, ქართველი ხალხიც, მიყიდოს რუსეთს, ჩაგვაბაროს რუსეთს, გადაწეროს ისტორია და აჩვენა, რომ ის ამისთვის მზად არის და უკან არ დაიხევს საკუთარი პირადი ინტერესების და ფულის გამო. გასაგებია და ბოლო კითხვასაც დავსვამ ბარემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრის მიუხედავად, ნუ ამ თემაზე ლაპარაკი ცხადია აქტიურდება, იმიტომ რომ ოქტომბრამდე რჩება უფრო და უფრო ცოტა დრო. მიუხედავად პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების თავდაპირველისტი ძალიან მკაცრი პოზიციისა, აი მაგალითად ლელოში აღმოჩნდა, რომ რაღაცნაირად, ანუ მაგალითად ერთ-ერთმა მათმა წევრმა, მაგალითად ვიკა ფილფანმა თქვა, რომ ყველა სცენარის შემთხვევაში ისინი აპირებენ, რომ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ჩვენ ვიცით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, თუმცა მაინც საინტერესოა, ხომ არ ხდება რაიმე პოზიციების გადალაგება თავიდან შეჯერება ამ საკითხებზე, ან რას ფიქრობთ თუნდაც აი ლელოს ამ ტიპის მიდგომაზე? ეხლა პაატა ბურჭულაძეს მეთაურობით და ინიციატივით უბრალოდ მიმდინარეობს მოლაპარაკება ამ საკითხებზე სხვადასხვა პარტიის წევრებთან ერთად, მათ შორის გუშინ გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა და მიდის მსჯელობა თუ როგორ და რა ფორმით უნდა იყოს ეს ყველაფერი. თუმცა ჩემით და ჩემი პარტიის აზრით არის ის, რომ რუსმა ივანიშვილმა, ხელისუფლების მიმტაცებელმა და არ აღიარებულმა მთავრობის მეთაურმა ივანიშვილმა და იმ გაჟონილმა ცესკოს შავლაქიანმა კაცმა არ უნდა ჩაატაროს ეს არჩევნები. ეს არის, რა ვიცი, ისეთი რამ, რასაც ნუ არ შევცვლით უბრალოდ და დანარჩენი უკვე მომდენო დღეებში საკითხია თუ როგორ და როგორ პოზიციაზე შეჯერდებიან. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ეთერში ყოფნისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ვსაუბრობდით თათია ნიკოლაიშვილთან ერთად, ის გახლავთ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.